ეს რა თქმა უნდა საჭირო და აუცილებელია და უხდება კიდეც ფეხბურთს. ჩაწოდება საჯარიმოში მეგრელიშვილი მუშტებით იგერიებს მირცხულავა ჩაბრდება დარტყმა და ანგარიში გაიხსნა გაიტანა გოლი აკონდომ თუმცა ამ მომენტშიც ბაქარ მირცხულავა იყო მთავარი მოქმედი პირი. აი ბევრი ვაქ ეს ფეხბურთელი ბაქარ მირცხულავაზე მაქვს საუბარი და შედეგად მივიღეთ ის რომ გოლში უდიდესი წვლილი მიუძღვის ოდიშის ცენტრალურ მცველს და კაპიტანს. ძალიან კვერნაძის გამორბენი დარტყმა გარის მიმართულებით მოატყუა მეკარე და ანგარიში ხდება 2-0. ზუგდიდის ოდიში ძალი ფეხით კრისტალბედ ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილეა. კონჩეტევაზე დაიჭირა შემოვიდა ჭგადუა მოედანზე. აქ ნახოთ რა მოხდება ამ შეტევის დროს დარტყმა გარის მიმართულებით და ანგარიში ხდება 2-1. აი დაძაბული და დრამატული წუთი არასუსტია. დასრულდა დღევანდელი შეხვედრა. ოდიშმა მოახერხა ლიგა 2-ის საგზურის მოპოვება და ამიერიდან მომავალი სეზონიდან 3 მეგრული კლუბი მარტვილის მერანი, ფოთის კოლხეთი და ზუგდიდის ოდიში ითამაშებენ კრისტალბედ ეროვნულ ლიგა 2-ში. როგორ უხარიათ ხედავთ გულშემატკივრებს ზეიმობს მთელი ზუგდიდი. აი ამ გამარჯვებას ჯერ იყო და აკონდოს გოლს მოყვა კვერნაძის ზუსტი 11-მეტრიანი და შემდგომ ბოლო წუთებში დადიანის გოლმა თითქოს დაძაბა სიტუაცია, მაგრამ ოდიშმა მაინც მოახერხა და მოიგო დღევანდელი დაპირისპირება. 2 მატჩის ჯამში 4-3 დაამარცხა ზუგდიდის ოდიშმა თბილისის იბერია 2. მე გემშვიდობებით ვულოცავ